მათ შორის საკუთრების უფლების მასობრივი დარღვევებია მომხდარი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც ადამიანებს და იმედია მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ, ადამიანებს შარშან აუკრძალეს ზოგიერთს მიმოსვლის უფლება, რომელიც საერთოდ არ არის პოლიტიკაში ჩართული და არის პოლიტიკოსის ოჯახის წევრები. ეს არის კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლება, რომ იმიტომ რომ შენი ქმარი, ცოლი თუ მეზობელი თუ ვიღაცა არის ჩართული ქართული ოცნების მხარეს, იმას გადაადგილების უფლებებს უზღუდავენ. ეს არ არის თქვენი საქმე? თქვენ უნდა მაშინ მოგეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, რომ შეიტანე სტრასბურგის სასამართლოში ბრიტანეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთა შორისი საჩივარიო. ეს არის თქვენი საქმე. მე ამას ეხლა არ უნდა ვიძახდე, ამას თქვენ უნდა იძახდეთ. იცავდეთ ხმალამოღებული ყველას განურჩევლად და თქვენ ყველას ხმალამოღებით განურჩევლად არ იცავთ, იმიტომ რომ გცხვენიათ და ჩვენი არსებობის ნუგცხვენიათ. როდესაც არის საკუთრების უფლების მასობრივი დარღვევა. როდესაც ერთი წუთით არ გასდეთ კოლექტივობის ფარგლებს, რას ნიშნავს გცხვენია? რას ნიშნავს? თქვენ ეთყობ, მაშინ მითხარით რომ აქ ცხვენიათ ჩვენი დაცვა.